კასანდრას წინასწარმეტყველება. კასანდრა პრიამოსის, ანუ ტროას მეფის ასული. და მეორეს მხრივ ამ ამბავში გვყავს აპოლონი, სინათლის და ხელოვნების ღმერთი, მუზების მფარველი. დაინახავს აპოლონი კასანდრას და შეუყვარდება. შესთავაზებს, ჩემთან სარეცელს თუ გაიზიარებ, წინასწარმეტყველების ნიჭს გიბოძებო. მოეწონება ქალს ეს აზრი და დასთანხმდება. უბოძებს აპოლონი წინასწარმეტყველების ნიჭს კასანდრას, მაგრამ უკანასკნელ მომენტში ქალი უარზეა. არ უნდა მასთან სარეცელის გაზიარება. იმიტომ რომ ის არის ჯერ ეს ერთი ათენას ტაძრის ქურუმი და დადებული აქვს ქალწულობის აღთქმა და შესაბამისად ის ვერ გაიზიარებდა აპოლონთან სარეცელს და მეორეც ალბათ თვითონაც არ უნდოდა. მოკლედ დარჩა ჩვენი აპოლონი მოტყუებული და იმედგაცრუებული, განრისხებული შესაბამისად და არ იცის როგორ გადაუხადოს სამაგიერო და როგორ დასაჯოს ქალი. იმიტომ რომ ნიჭს უკან ვეღარ წაართმევს. ეს გაუგონარი რამეა, როდესაც როცა ღმერთი უბოძებს ადამიანს ნიჭს, რაიმე ნიჭს და ეს ნიჭი უკან აღარ ბრუნდება მოკლედ. ზოგადად, როდესაც ღმერთები ფიცდებენ, სიტყვას აძლევენ ვიღაცას, ნიჭით აჯილდოვებენ ადამიანებს, ამ ნიჭის უკან დაბრუნება აღარ ხდება, არც ფიცის გატეხვა ხდება, იმიტომ რომ ეს არის ღმერთების პრესტიჟის და ავტორიტეტის შელახვა და თუ ეს მოხდა, ეს უკვე კოსმიური წესრიგის დარღვევას ნიშნავს. და რაქნას ახლა არ იცის ნიჭს უკან ვეღარ ართმევს ამ ქალს და სამაგიეროდ დასწყევლა. გქონდეს ეს ნიჭი, დაინახე ყველაფერი, რაც მომავალში მოხდება, ყველა ფათერაკი, საფრთხე, უსიამოვნება, ყველაფრის დანახვა შესძელი, ეს ხმამაღლა თქვი, მაგრამ ხალხმა არ უნდა დაგიჯეროს. პირიქით დაგცინებენ, შენი ნათქვამი იქნება უგულვებელყოფილი და აი ეს იქნები სიცოცხლის ბოლომდე. ეს მართლაც ძალიან სასტიკი წყევლა იყო, იმიტომ რომ მართლა ჯობდა რომ ნიჭი წაერთმია, იმიტომ რომ ეს წყევლა ძალიან საბედისწერო აღმოჩნდა კასანდრასთვის. აი ეხლა გავიგეთ უკვე აპოლონს დაუწყევლია კასანდრა ესე წყევლა დაადო, რომ შენი წინასწარმეტყველება არავინ დაიჯეროს და ახლა მივედით პარისამდე. მივყვებით ახლა ფეხდაფეხ ამბებს, ტროას ომამდე ხო უნდა მივიდეთ და გამომწვევი მიზეზები ხო გჭირდება. და პარისი, რომელიც დავტოვეთ ჩვენ თავისი მამის ქოხში, მწყემსის ქოხში, იდას მთებში, ახლა ჩამოდის ტროაში. და რა უნდა ტროაში, რატო ჩამოდის? მეფე პრიამოსი, კასანდრას მამა, ყოველ წელს მართავს თამაშებს, ასპარეზობებს, თავისი დაკარგული ოდესღაც აი ეს იდას მთებში რომ გაატანეს მწყემსებს და გადაკარგეს, იქ მიაგდეთო, მიგდებული პარისი რომ გაიზარდა და ჩამოდის ახლა თავისივე მისადმივე მიძღვნილ ასპარეზობებში მონაწილეობის მისაღებად, ხო? ცოტა სასაცილოდ ჟღერს, მაგრამ ეგრეა. და ჩამოდის ტროაში, რომ მიიღოს ამ შეჯიბრში მონაწილეობა ასპარეზობაში და ჯილდო აიღოს.
მართლაც მიიღებს მონაწილეობას, გაიმარჯვებს, გამარჯვებულის გვირგვინს დაიდგამს და როგორც კი დაინახავს კასანდრა ყმაწვილს, ეგრევე იყვირებს. იცნობს ის და იყვირებს, რომ ეს სწორედ ის ბავშვია, რომელიც ტროას დაანგრევსო. ანუ იცნო ეს თავისი ძმა, გადაკარგული ძმა რო იყო, აგერ თამაშობებს კი მართავენ და შეჯიბრს, მაგრამ აგერ ცოცხალი დაბრუნდა, არაფერი სამბლოვია რო და სატრაურო არ ჭირს ამ კაცს, ცოცხალია, აგერ მშვენიერი ჭაბუკი დამდგარა. და რა თქმა უნდა, არ დაუჯერებენ, რომ ეს პარისია და პირიქით მის ძმებს მისი დაღუპვა აქვთ გადაწყვეტილი, იმიტომ რომ ვერ ინელებენ იმ აზრს, რომ პარისმა მათ აჯობა და გაიმარჯვა ამ ასპარეზობებში. ყოველთვის ისინი იმარჯვებდნენ და ეხლა უცებ პარისმა აჯობა მათ და დაბოღმილები არიან და უნდათ მისი დაღუპვა. და აქ შემოდის უკვე მოქმედებაში პარისის გამზრდელი მწყემსი, რომელიც როგორც ნივთმტკიცებას წარმოადგენს საფენებს, სახვევებს, რაშიც იყო გახვეული წლების წინ ჩვილი და რამდენიმე რაღაც სამკაულები, რაც ჩვილს თან ჰქონდა. და ამ ნივთებს წარუდგენს მეფეს და დედოფალს და უკვე ეჭვგარეშია, ისინი იცნობენ ამ ნივთებს და ეჭვგარეშია, რომ უკვე ეს არის მათი შვილი, ეს არის პარისი, რომელიც ოდესღაც მათ მიაგდეს, გადააგდეს, აგერ გაზრდილა, გადარჩენილა და ჩამოვიდა და ალბათ მიუხედავად იმისა, რომ იცოდა ეს იზმარიც, წინასწარმეტყველებაც და ყველაფერია მეფემ, მაგრამ ალბათ ჰქონდა რაღაც დანაშაულის გრძნობაც ჰქონდა, რა თქმა უნდა, ექნებოდა გადაგდებული ბავშვის მიმართ ალბათ სინანულიც ჰქონდა და თქვა, რომ კი მართალია ეს ბედისწერა რაღაც საფრთხეს გვიმზადებს, მაგრამ მე მირჩევნია ტროა დანგრეული ვნახო, ვიდრე ჩემი შვილი მოკლაო, ხო? და ერთხელ უკვე მოკლა მან ეს ბავშვი, მაგრამ ეხლა უკვე აღარ უნდა, რომ ალბათ უნდა მონანიება იმ ცოდვის და იმ დანაშაულის. ასეა თუ ისეა, შევკრათ ეხლა წრე. ყავს ეს საწყალი ქალი კასანდრა დაწყევლილი ამ საშინელი წყევლით, სასტიკი წყევლით და ყავს პარისი უკვე, რომელიც ტროაში პრინცად აღიარეს და დავტოვოთ ეხლა ესენი ტროაში, ტროას ამბები დავტოვოთ აქ. ეს უკვე შემდეგი ვიდეოს ამბებია, აქ ჩვენ ფრაზასთან უკვე არადაირი კავშირი აღარ აქვს. ხოლო რაც შეეხება ჩვენს ფრაზას, კასანდრას წინასწარმეტყველებას, რა დროს ვამბობთ თანამედროვე ცხოვრებაში, რა დროს ვიყენებთ ამ ფრაზას. როდესაც ადამიანი, რომელიც გვაფრთხილებს მოსალოდნელ უსიამოვნებებზე, უნდა ჩვენი დაზღვევა ამ საფრთხისგან, ამ უსიამოვნებებისგან, არა მარტო ჩვენი, ისედაც მასშტაბებიც შეიძლება ხო განსაზღვროთ, შეიძლება საქვეყნო საქმეზე გვაფრთხილებდეს, რაღაც სოფლიო საქმეზე, ან უბრალოდ რაღაც ჩვენ სამეგობრო წრეში ხდებოდეს რაღაც და გვაფრთხილებდეს ადამიანი. მასშტაბებზეა დამოკიდებული. მაგრამ ის ამბობდეს ყველაფერს, ამ საფრთხებზე ლაპარაკობდეს, მაგრამ მის აზრი იყოს იგნორირებული, დასცინონ მის წინასწარმეტყველებას თუ ალბათ უფრო მსჯელობით და ლოგიკით გამომდინარე, ახლა წინასწარმეტყველება არ ვიცი რამდენად გვაქვს, ჩვენ გვახასიათებს, მაგრამ შეგვიძლია ხოლმე რომ რაღაც მოვლენები, პროგნოზები გავაკეთოთ, ხო? სასიამოვნო პროგნოზები იქნება თუ უსიამოვნო. და ამ პროგნოზებს, როდესაც ჩვენ ვიღაც აკეთებს და მას დასცინიან და მის აზრს იგნორირებას უკეთებენ, ამ დროს ამბობენ ხოლმე ასეთ ადამიანზე, რომ კასანდრასავით წინასწარმეტყველებსო.
მოკლედ მე მგონი ამ ფრაზის გარშემო ვთქვი, კასანდრას წინასწარმეტყველება მერეც იქნება და მერეც იგნორირებული იქნება მისი წინასწარმეტყველება, ასე რომ კიდე მოგვიწევს მასთან შეხვედრა. დღეს აქ დავამთავრებ მომავალ ფრაზამდე.